მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მეგი საჯაია და ვიწყებ ძალიან საინტერესო გადაცემას მხოლოდ ქალებისთვის. ვფიქრობ, ეს გადაცემა იქნება საინტერესო იმდენად, რამდენადაც ნებისმიერი ქალისთვის საკმაოდ სერიოზულ და დიდ პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით დღეისათვის გინეკოლოგიური პრობლემები. ქალობა, დაიბადო ქალად, არ ნიშნავს, რომ შენ მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იზრუნო, თქვენ საკუთარ თავზე ზრუნვით იზრუნებს თქვენს ჯანსაღმრთელობაზე, თქვენს შვილებზე, თქვენს ოჯახებზე და თქვენი ოჯახების ბედნიერებაზე. რაც საერთო ჯამში დაკავშირებულია და გვაძლევს საქართველოს ბედნიერ მომავალს. ჩვენ გადავწყვიტეთ, გავაკეთოთ გადაცემა მხოლოდ ქალბატონებისთვის, მხოლოდ ქალებისთვის და ამ გადაცემის სრულყოფილად წაყვანაში, ამ გადაცემის სრულყოფაში და იმაში, რომ თქვენი პრობლემები მოაგვაროთ ჩვენთან კონტაქტის საშუალებით, დაგვეხმარება სამშობიარო იმედის კლინიკის გინეკოლოგი ქალბატონი ლიკა გრიგოლია. ქალბატონ ლიკა, ძალიან დიდი მადლობა, რომ დავთანხმდით, გაგვიკეთებინა ესეთი ერთობლივი საინტერესო გადაცემა მხოლოდ ქალბატონებისთვის და მოდით დავიწყოთ საუბარი ალბათ იმ აქტუალურ საკითხზე, ანუ მენსტრუალურ ციკლზე, რომელიც ნებისმიერ გოგონას გახდის ქალბატონად, ანუ აქცევს ქალად. მოდით ჩვენს მაყურებელს დავმოვყვეთ, ანუ იმ პირველი ნიშნების შესახებ, იმ პერიოდის შესახებ, როდესაც გოგონას ორგანიზმში იწყება ცვლილებები. დიახ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქტუალური საკითხი, რასაც თქვენ ბრძანებთ. იმიტომ რომ მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბება, მისი განვითარება და ასე შემდგომ ეს საშუალებას გვაძლევს იმისათვის, რომ ვივარაუდოთ, როგორ ჯანსაღ ქალბატონთან აგვაქვს ჩვენ საქმე. იმიტომ რომ მენსტრუალური ციკლი ფაქტობრივად მათი ჯანმრთელობის სარკეს წარმოადგენს. რომელი ასაკიდან იწყება? მენსტრუალური ციკლი იწყება ფიზიოლოგიურ შემთხვევაში 11, 12, 13 წლის ასაკში. ამ დროს მენსტრუალური ციკლი საწყის ეტაპზე შეიძლება იყოს დარღვევებით, ეს შეიძლება გამძლეობდეს 1 წლის განმავლობაში, მაგრამ შემდგომში ის ჩამოყალიბდება და არის ხოლმე თვეში ერთხელ 28-30 დღეში ერთხელ, ეს რომელიც გამოიხატება მცირედი სისხლიანი გამონადენით საშუალოსნოდან. თვენამდე ციკლი მიმდინარეობს 28-30 დღის განმავლობაში. მენსტრუალური ციკლი იყოფა 3 ეტაპად. ეს არის პირველი ფაზა, რომელიც ჩვენს ენაზე ეს არის ფოლიკულომასტიმულირებული ჰორმონების საშუალებით ყალიბდება 14 დღის განმავლობაში გრძელდება. მერე შუა პერიოდი არის ოვულაციის პერიოდი და შემდგომი პერიოდი არის პროგესტერონული პერიოდი, როდესაც უკვე ემზადება საშვილოსნო, თქვათ, აი ამ განაყოფიერებისთვის. ანუ გამოდის რომ 12 უკაცრავად გაწყვეტეთ, მინდა რომ აი დაგისვათ ის შეკითხვები, რაც მაგალითად გაუჩნდება ჩვენს მაყურებელს. თუნდაც 11-12 წლის გოგონებს თქვენ მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი თაობა საკმაოდ აქტიურ და მჭიდრო კავშირშია ინტერნეტთან. აქედან გამომდინარე შეიძლება ამიტომ გიხდით ბოდიშს იმისათვის რომ მე შეიძლება ხშირად ჩაგერთოთ თქვენ და გადაწყვეტინოთ. სასიამოვნოა თუ ჩამერთებით, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ შეკითხვები და მე გაგცემთ ამ შეკითხვებზე. აი მაგალითად 11-12 წლის გოგონა, რომელიც უკვე იწყებს, ანუ ასე ვთქვათ, გადადის მოზარდობის პერიოდიდან ქალობაში, ხო? ანუ ასე ვთქვათ, თინეიჯერულ ასაკში. თინეიჯერულ ასაკში. როგორ უნდა მიხვდეს, რომ მას შესაძლოა დაეწყოს, ანუ რაღაც წინა პერიოდი თუ უძღვის ამასთან. როგორ არ უძღვის თან? რაღაც ნიშნები. დიახ, მეორადი სასქესო ნიშნებს ვეძახით ამას, როდესაც აქვს თმიანობა გამოკვეთილი ბუქნის მიდამოში, იღლის მიდამოში, ასევე სარძევე ჯირკვლებით დიახ იზრდება და აი შემდგომში ხდება ესე იგი ცოტა ხასიათის ცვლილებებიც ახასიათებთ, მუცლის არეში ცოტა მცირედი ხასიათის ტკივილებიც აქვთ ხოლმე. და ეს ნორმალურია და ამ დროს უკვე ვივარავდოთ რომ დისკომფორტიც აქვს რაღაც და ნელა-ნელა შემდგომში ესე იგი პირველი მეზეს მენსტრუალურ ციკლს ვეძახით, შეიძლება ისეთი უმნიშვნელო იყოს, მცირე რაოდენობით იყოს, ცოტა სისხლიანი გამონადენი, რა თქმა უნდა, დღეს ხა თაობა ძალიან განვითარებული არის. ხშირად ვთქვათ, მეგობრებიდან იგებენ ამას, მშობლებიდან იგებენ, უფროსი, ვთქვათ, დისგან იგებენ ამ და მომზადებულები არიან და ასე რომ ძალიან ისეთი შეშფოთებულები და შეშინებულები აღარ არიან ხოლმე.
ასე რომ ეს პირველი მენსტრუალური ციკლის შემდგომ რა თქმა უნდა შემდგომში უნდა დავაკვირდეთ როგორ ვითარდება ეს შეიძლება გავიდეთ რაღაც ეტაპი 2-3 თვე და მას მენსტრუალური ციკლი არ გქონდეს ან პირიქით თავიდანვე ჩამოყალიბდეს იყოს რიტმული რეგულარული ხასიათის როდესაც ეს გულისხმობს იმას რომ ის ზუსტად მეორდება თვეში ერთხელ მენსტრუაციული გამონადენი გრძელდება 3-4-5 დღე ზომიერების ფარგლებში და ნაკლებად მტკივნეული აი ეს არის ის ფიზიოლოგიური ეს არის ნორმალურ ფარგლებში როგორც შეიძლება იყოს მაგრამ თუ ეს ციკლი ვთქვათ ხშირად არის ის რომ დარღვევებით მოდის მაგალითად აი 2-3 თვე არ აქვს ციკლი აქვს ძლიერი მტკივნეული ჭარბი რაოდენობით არის გამონადენი არნიშნავ ძლიერ ტკივილს მუცლის მიდამოში ძალიან დიდ დისკომფორტს განიცდის ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩვენ კი არ დაველოდებით ვთქვათ რამე სხვა გართულებებს აუცილებლად უნდა ჩატარდეს ეხოსკოპიური კვლევა და შესაძლებელი არის რომ სხვა ჰორმონალური კვლევებიც თუ რა თქმა უნდა ამას მდგომარეობა მოიწონს. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე რომ ჩვეულებრივ ნორმალურ ფიზიოლოგიურ მენსტრუალურ ციკლს არ უნდა ახლდეს რაღაცა განსაკუთრებული მოვლენები ანუ ძლიერი ტკივილი ცოტა დისკომფორტი ცოტა ხასიათის თუ ეს არის ინდივიდუალურია ზოგიერთი გოგონა მაგალითად ის მენსტრუალური ციკლის ისე ამთავრებს რომ მშვენივრად გრძნობს თავს მაგრამ ზოგს აქვს დისკომფორტი მაინც მცირედი ხასიათის დისკომფორტი და ალბათ ლიკა მაინტერესებს აი რამდენად მე ვიცი ძალიან ბევრი ახლობელი გარშემო რომელსაც აქვს ძალიან ძლიერი ტკივილი და ძალიან ჭარბი სისხლდენა ამ პერიოდში არის თუ არა ეს პათოლოგია და როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს გოგონა ან მისი მშობელი საერთოდ მე ვთავაზობ გოგონებსაც ან თუ შეიძლება ტკივილის გამაყუჩებლების მიღება ამ დროს კი შესაძლებელი არის რა თქმა უნდა აი ამ პერიოდში როდესაც აუცილებლად უნდა აწარმოოს მშობელმაც და ნუ თუ ბავშვი არის 11-12 წლის რა თქმა უნდა ის ვერ შეძლებს ამას მაგრამ დედა რომელიც ამ პერიოდში არის მას აქტიურად უნდა ესე იგი მეთვალყურეობა უნდა აწარმოოს აი როგორი ხასიათის მას ციკლი აქვს რა თქმა უნდა აუცილებელია და კალენდარი უნდა ჰქონდეს აუცილებლად როდის მოვიდა მას მენსტრუალური ციკლი რამდენი ხანი გაუგრძელდა და აი ეს როდესაც ეს მონიტორინგი ჩატარდება რა თქმა უნდა უფრო მაგათაც ექიმთან როცა მიდი პირველი რაც არის ექიმი ეკითხება როგორი მენსტრუალური ციკლი აქვს მას ანუ ხდება ანამნეზის შეგროვება და რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია მეტად მნიშვნელოვანი არის ექიმისთვის ამიტომ საუცილებელი არის რომ ეს კალენდარი აწარმოოს ან თქვენ ახლა საუბრობთ კალენდარზე რომელიც გოგონამ უნდა გახსნას როგორც კი მას დაიწყება მენსტრუალური ციკლი დიახ მაშინ უნდა ჩაინიშნოს ალბათ პერიოდი ხო პერიოდები აი როდის მას მოვიდა მენსტრუალური ციკლი და როდის არ მოვიდა და ეს ექიმს ეხმარება შემდგომში რა თქმა უნდა ანამნეზის შეგროვება თქვათ მაგათაც არ აქვს მნიშვნელობა თქვათ მიხვედი გინეკოლოგთან აი სულ ერთია ორსულადაც როცა ხარ და თქვათ აი ფერმზე პირველი მენსტრუაცია როდის ქონდა მენსტრუაცია როგორი მენსტრუაცია ქონდა რამდენ ხანში ქონდა მე თქვენ გეტყვით რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რაში გამოიხატება იმიტომ რომ ზოგიერთ გოგონას აქვს მაგათაც 28 დღიანი მენსტრუალური ციკლი ზოგიერთს აქვს მცირედი 21-25 დღიანი მენსტრუალური ციკლი ზოგიერთს აქვს 35-40 დღიანი მენსტრუალური ციკლი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი მენსტრუალური ციკლი განსაზღვრულ რამდენ დღიანი აქვს იმიტომ რომ ხშირად უხეში ჩარევები ხდება ექიმების მიმართ როდესაც მაგალითად თვლიან რომ აი ხედავ როგორ დაგვიანებით მოდის მენსტრუაცია როგორ არის მისი ბიორიტმი ზოგიერთი გოგონას ბიორიტმი აბსოლუტურად ინდივიდუალურია რა თქმა უნდა ყველას ერთნაირი არ იქნება და ამიტომ დაახლოებით 90% აქვს მაგალითად 28-30 დღიანი მენსტრუალური ციკლი მაგრამ არის გამონაკლისები და ეს უნდა განვასხვაოთ ხო რა თქმა უნდა ექიმის ვალდებულება არის რომ აი თქვათ მოდის დედა და ამბობს აი ორ თვეში ერთხელ მოდის მენსტრუალური ციკლი და რა თქმა უნდა ექიმის ვალდებულება ამ შემთხვევაში არის რომ დაუდგინოს რომ მას რამდენ დღიანი მენსტრუალური ციკლი აქვს ელემენტარულად. ამას ჩვენ მე ვფიქრობ რომ თუნდაც ჩანს აი მაგათაც განაყოფიერების მომენტში თქვათ აქვს 25. ნუ იმიტომ რომ აქედან გამოითვლება ოვულაციის დღეები. რა თქმა უნდა, ოვულაციის დღეები და როდის იმშობიარებს. ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ არ შეგვეშალოს გესტაციური ვადა. ამიტომ თავიდანვე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამისი ამერიც ხო ჩარჩოებში მოგწევ. მოდით გავაგრძელოთ საუბარი უკაცრავად ტკივნეულ მენსტრუაციაზე გკითხეთ. აი როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს დედა? მივცეთ ბავშვს ტკივილგამაყუჩებელი საშუალება და დავანებოთ თავი დაველოდოთ თქვათ როგორ გაივლის ეს
ყველაფერი თავისით თუ უნდა მივიდეს მეან გინეკოლოგთან. აუცილებელია. და სად გადის ზღვარი, ფიზიოლოგიურ ციკლსა და პათოლოგიურ შორის. აი ამაზე რომ ვისაუბროთ. ესე იგი ფიზიოლოგიური არის მოგახსენეთ რომ მენსტრუაცია იწყება 11-12-13 წლის ასაკში. შეიძლება დაიწყოს 14-15 წლის ასაკში. თუ არის მენსტრუაცია როდესაც იწყება 8-9 წლის ასაკში არის ესეთი შემთხვევებიც, ამას ქვია ნაადრევი მენსტრუალური ციკლი, ეს დამოკიდებული არის აქსელერაციულ მდგომარეობაზე და რა თქმა უნდა, ექიმს ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა მისთვის თუ ფიზიოლოგიური მდგომარეობა. ან შეიძლება ნაადრევად მომწიფდეს. ნაადრევად მომწიფდეს და სულაც არაფერი ჩასალევი არ გახდეს. რაც შეეხება კი მოგვიანებით, მაგალითად არის 16-17 წლის ასაკში, როდესაც მოძდით მენსტრუალური ციკლი. რა თქმა უნდა, ეს არის დაგვიანებითი მენსტრუალური ციკლი. ზოგიერთი შემთხვევაშიც ასევე შეიძლება თქვა, რომ იცი მისი ორგანიზმისთვის, მისი არნაგობისთვის შეიძლება ეს ციკლი სულაც დაგვიანებითი არ არის. მაგრამ ყველა ასეთ შემთხვევაში აუცილებელი არის გინეკოლოგის კონსულტაცია და აუცილებელი არის თუ რამე არის დახმარება საჭირო გასაწევი გაეწიოს მრავალად დახმარება. მაგრამ აი მტკივნეულზე მტკივნეული მენსტრუაცია. აი სად გადის ზღვარი? ძალიან მტკივნეული მენსტრუაცია საკითხია. გოგონები ძირითადად აი ძალიან განიცდიან ამას. მტკივნეულობა გამოიხატება, რომ მუცლის ქვედა არეში აქვს ძლიერი ტკივილები. ამ პერიოდში საერთოდ შრომის უნაროები არიან, საერთოდ სკოლაში ვერ დადიან ბავშვები, ვერ სწავლობენ. მე მინახია, გამიგია მაგალითად და მსმენია, რომ ბავშვი წასულა სკოლაში და საშინელი აი ტკივილების ფონზე სასწრაფოდ გადაყვანილი ყოფილა სტაციონარში, აი ამ ძლიერი ტკივილების გამო და გულიც მისდის. კი, რა თქმა უნდა. რა ხდება ამ დროს გოგონას ორგანიზმში? რატო არის ესეთი ძლიერი ტკივილები? მე ხავ გეტყვით რა, ეს გამოიხატება დიდი რაოდენობით პროსტაგლანდინები, აი ამ შემთხვევაში, როდესაც ეს არის ტკივილის ჰორმონები, ეს არის საშვილოსნოს ყელი, არ არის ნამშობიარები, არ არის, თქვა და ვერ იხსნება, ვერ ატარებს სისხლის გამოვლენა. მცირე რაოდენობასაც კი და აი სპაზმის შედეგად არის ხოლმე ძლიერი ტკივილები. ელემენტარულად ნოშპას აი ამ დროს რას ურჩევ? ნოშპაჯობია თუ სპაზმის საშუალებები, ნოშპა, სპაზმალგონი, ან თქვათ ტკივილდამაყუჩებელი კეტონალის ჯგუფის პრეპარატების შველის. აქეთ მოქმედებს. აი მოდით მივცეთ მაშინ გოგონებს პრაქტიკული რჩევები. აი მაგალითად ამბობენ რომ ასეთ დროს არ უნდა გავიციოთ ფეხი, თქვათ, უნდა ვიყოს ტკივილად. როგორ აი რა პრაქტიკულ რჩევებს მისცეთ? აი ჩათვალისწინოთ თქვენ შვილს ურჩევთ. აი ასე რომ როგორც დედამ ურჩიოთ, თქვათ, არ უნდა გაცივდნენ. ზოგიერთი არ უჯერებენ, დედა რომ ეტყვის შვილს რომ აი ესე ჩაიცვას თბილად რაღაცა მთელი ზამთარი მე ვიცი რომ ბავშვები არიან ესე რომ ვთქვათ თინეიჯერულ ფორმაში და ეს დაბალწელიანი შარვალი და კეტები და ესე თბილის ამოსით არის მოსებია. არის მნიშვნელოვანი დაკავშირებულია ეს ვთქვათ ერთ-ერთი ფაქტორი, ერთ-ერთი ესე რომ გაციება. არის ერთ-ერთი ფაქტორი, რა თქმა უნდა, და სულ ვერ იტყვი რომ ესე იგი გაციებას წარმოადგენს, ესე იგი ენდოკრინული ხასიათის დარღვევებით იძლევა აი ამ ძლიერ ტკივილებს. როგორ გავარჩიოთ? შეიძლება ამის გარჩევა თუ გინეკოლოგთან ვიზიტის გარეშე ვერ ხერხდება. ეს საკითხი არის და საერთოდ მინდა გითხრათ რომ აი ამ მენსტრუალური ციკლის დარღვევები რომელიც გამოიხატება თქვა 2-3 თვე ან რამოდე 6 თვის განმავლობაში თქვა მენსტრუალური ციკლის ჩავარდნა ეს უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს დედამ, არ უნდა დატოვოს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ 12-13-14 წლის ასაკში ხალ გოგონა ვერ მოისაძრებს იმას, რომ ექიმთან მივიდეს, მას გონია, რომ ეს ედინებათ კიდევ, ხო? და საჭიროა ეხოსკოპიური კვლევა, რატომ იცით ამ პერიოდში ძალიან ესეთი ერთ-ერთი პათოლოგიას წარმოადგენს იუვენილური სისხლის დენები. შეიძლება რამოდენიმე თვის განმავლობაში არ ქონდეს მას მენსტრუალური ციკლი და შემდეგ უცაბედად დაეწყება ჭარბი სისხლის დენა საშვილოსნოსთან. ეს ამის თავიდან აცილება შესაძლებელი არის, რა თქმა უნდა, თუ ესე ყურადღებით იქნება დედა და რა თქმა უნდა აუცილებლად ესე იგი ჩაუტარებს ეხოსკოპიურ კვლევას, დადგინდება იქ პათოლოგიური მდგომარეობა და დაენიშნება მას შესაბამის კურნალობა და აი ეს სისხლის დენა შეიძლება თავიდან აცილებული იქნას. თორე შესაძლოა გართულდეს, ხომ განმავლობაში არის, შეიძლება იმდენი სისხლის დაკარგოს, რომ შეიძლება შენაცვლებითი სისხლის გადასხმაც კი დაჭირდეს. ხდება ხომ ესეთი შემთხვევა? აი, თავად თქვენ ხარ ძალიან გამოცდილი და ძალიან ისეთი დიდი პრაქტიკა გვქს მე როგორც ვიცი, მე გინეკოლოგიაში.
აი თუ შეიცვალა გოგონების ჯანმრთელობის მდგომარეობა და ახალგაზრდა ქალების ჯანმრთელობის მდგომარეობა წინა წლებთან შედარებით, გულისხმობ აი იგივე 80-იანი წლები, 70-იანი წლები, როგორები იყვნენ, რამდენი ჯანმრთელები იყვნენ მაშინ ახალგაზრდები და დღეს როგორები არიან? აი გეკითხებით კიდევ ფსიქოლოგიური ფაქტორებიდან გამომდინარე, რატომ იცით რომ იცით რა მაშინ უფრო მეტად სხვანაირად სხვა აი მაგას გეკითხებოდი თუ ეხლა არის ძირითადად ეს ყველაფერი კომპიუტერიზირებული, ძალიან ჩართულები არიან ამ Facebook-ში. ანუ დღეს უკეთესი მდგომარეობა ამ კუთხით? არ არის, რა თქმა უნდა, უკეთესი მდგომარეობა, გართულებები, რა თქმა უნდა, არის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი არის ინფორმატიულობა. Facebook-იდან ქართულებები უფრო მეტია დღესდღეობით. ალბათ გამომდინარე არასწორი ცხოვრების წესიდან და იცით რა, მთელი ღამეები მე როგორც ვიცი, თინეიჯერებს დაახლოებით 80% ღამეებს აფენებენ Facebook-თან ერთად. კომპიუტერთან ერთად. რა თქმა უნდა, უძილობა ავიღოთ ელემენტარულად. მე მინდა რომ მენსტრუალური ციკლი იცით რა არის? ეს არის ცენტრალური სისტემა, ფარისებური ჯირკვალი, თირკმაზე და ჯირკვალი, ესენი ყველა ჩართულია. ჩართულია მენსტრუალურ ციკლში და შედეგი არის საშვილოსნოდან სისხლიანი გამოდადებით. ეს ცვლილებები მთელი ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს. იწყება ცენტრალური სისტემიდან და შემდეგ აი ესე ვრცელდება. ანუ ცენტრალური ნერვული სისტემა აწვდის გოგონას საშვილოსნოს საკვერცხლებს ინფორმაციას, რომ იქ ფოლიკული უნდა მომწეს, წამოვიდეს ფოლიკული, მომწიფდეს, გასკდეს, ჩამოყალიბდეს ყვითელი სხეული, რომელიც გამოიმუშავებს პროგესტერონს და შემდგომში თუ არ მოხდება განაყოფიერება, საშვილოსნოდან ხდება დისქვამაცია. ანუ ესე იგი ეს გაჯირებული ენდომეტრიუმის დისქვამაცია. ანუ ეს მიუთითებს იმაზე, რომ მაგრამ იცით რა შეესაბამება? ხანდახან არის ესეთი შემთხვევები, როდესაც ყველაფერი წესრიგში აქვს. მენსტრუაციული ციკლი მოდის ზუსტად 28-30 დღეში ერთხელ, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ესეც მაინც საჭიროა, რომ ყველა შემთხვევაში საჭირო არის, რომ გადამოწყდეს ეხოსკოპიურად რა ხდება და როგორ ხდება ქალის ორგანიზმში. იმიტომ რომ შეიძლება ეს მენსტრუალური ციკლი ქონდეს ზუსტად აწყობილი 28-30 დღეში და გათხოვდება გოგონა და აი 2 წელიწადი, 3 წელიწადი უშვილოდ დადის და ელემენტარულად აი ეს მონიტორინგის ჩატარება ერთი თვის განმავლობაში აღმოჩნდება, რომ მას აქვს ანოვულატორული მენსტრუალური ციკლი, ისე ოვულაციები არ ხდება. სუმცირები დახმარების შედეგად, როდესაც წამოვა უკვე ოვულაციები, აქ ორსულობას მოდის. მე ძალიან ბევრი შემთხვევები მაქვს, ჩემს პაციენტები ალბათ მიხვდებიან, რომ აი ესეთი მცირედი დახმარების შედეგად პატარა დახმარება ჭირდებათ და მე როგორ იდგება და მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის რომ გათხოვდება გოგონა იმის ბრალი. ეს არის რომ თავიდანვე, აი როცა ანამნეზი შემიკრებია, რომ თავიდანვე იყო რაღაცა პრობლემები, რომელსაც არ მიექცა ყურადღება და შემდგომში ეს გამოვლინდა. აი ერთხელ ერთი პაციენტი ყავს, რომელმაც აღნიშნა, რომ თქვენ ლიკაიკი მოესმით ხარითო, რომ გათხოვდები, მაშინვე უნდა მოხვიდეთ ჩემთანო. და მე მაშინვე თქვენო არ დაგიჯერეთო და რამოდენიმე წლის მერე მოვიდა ჩემთან. მე მაშინვე უთხარი, რომ შენ გავშვილი დარღვევები, რომ გათხოვდები, მაშინვე გჭირდება ექიმის დახმარება. იმიტომ რომ ის თავიდანვე იყო პრობლემა. ანუ რაღაც ჰორმონებს ჩართავს უნალობაში. დიახ, ანალიზები აუცილებლად უნდა ავიღოთ და ცენტრალური სისტემის ანალიზები, ფარისებური ჯირკვის ანალიზები, თირკმაზე და ჯირკვის ანალიზები ყველა ეტაპზე უნდა ინახოს, სად არის დარღვევა, რომ დავეხმაროთ, რომ ჩამოყალიბდეს ნორმალური მენსტრუალური ციკლი. ასე იგი, თქვენ ახლა ახსენეთ ცხოვრების წესი, ანუ უძილობა. მე როგორც ვიცი, აი ამ თინეიჯერულ ასაკში სტრესებიც გაიზარდა დღესდღეობით, იმიტომ რომ სტრესიც არის თავისთავად, ხო, ამდენი ხანი კომპიუტერთან ჯდომა, ან თქო ეს ინფორმაცია, ზღვა ინფორმაცია, რომელსაც მშობელი ვერანაირად ვერ აკონტროლებს. დამეთანხმებიან ჩვენი მაყურებლები. ბავშვი როდის კომპიუტერთან, ახლა შენ ნამდვილად ვერ გაიგებ ის რას აკეთებს ამ დროს, რაღაც ისეთ ინფორმაციას კითხულობს ან უყურებს, რომელიც წესით მან არ უნდა ნახოს. უძილობა. და მე ვიტყვით, რომ აი დიეტა, სტრესი, დიეტა, რომელიც აი ამ ფაქტორებზე ვისაუბროთ, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომში უშვილობა და რომელმაც შეიძლება დაარღვიოს მენსტრუალური ციკლი. დავიწყოთ უძილობით, გადავიდეთ შემდგომ დიეტაზე. რა ხდება ამ დროს ორგანიზმში? ამ ორგანიზმში ძალიან ბევრი ცვლილებები ხდება ამ შემთხვევაში. ეს ფაქტობრივად ის ბუნებრივი რიტმი, რომელიც მას აქვს, რომ დღის განმავლობაში უნდა აქტიური იყოს და ღამე დაიძინოს, ის ჰორმონების, რომელიც გამოიყოფა ორგანიზმში, ჩვენგან დამოუკიდებლად გამოიყოფა ეს ჰორმონები, ჩვენ მას ვერ
ვერ ვაკონტროლებთ ჰორმონების გამოყოფას, რა თქმა უნდა ხდება ცვლილებები და აი ცვლილებების შედეგად უფრო პოპულარული მინდა რომ ვილაპარაკო. აი ცვლილებების შედეგად ამიტომაც ხდება რომ ის ჰორმონი რომელიც თქვა ღამის განმავლობაში თუნდაც ეს პროლაქტინი რომ ზომიერების ფარგლებში გამოიყო პროლაქტინი გახავთ ეს ჰორმონი რომელიც არის სიმშვიდის ჰორმონებს ეძახიან თქვა მაგალითად თუ არის ძალიან დაძაბული ცხოვრება ძალიან ესეთი აქტიური მუშაობა უძილობა პროლაქტინის რაოდენობა იკლებს მატულობს პროლაქტინის რაოდენობა რომელიც გარკვეულ ცვლილებებს იძლევა მესწავლო ციკლის წარმოებაზე ხშირად ოვულაციების დადგომის ერთ-ერთი მიზეზი ხდება თუ ოვულაციის გარეშე ქალი ვერ ხდება დედა ხო ვერ ხდება დედა და თან კიდევ მესწავლო ციკლის დარღვევებს ირღვევა ეს რაც შეეხება უძილობას და ალბათ სტრესიც ხონდენი ხანი ჯდომა ერთ პოზაში ჯდომა ვთქვათ აი ესეთ პოზაში ჯდომა ან მუხრილი ვთქვათ ზოგი მე როგორც ვიცი უკვე ეს პატარა კომპიუტერები აქვს პლანშეტი ვთქვათ იგივე ლეპტოპი ამით ასე ვთქვათ დაწოლის დროს ლოგინში რო წვევიან დასაძინებლად ასეთ მოხრილ მდგომარეობაში რაღაცებს ეძებენ ვთქვათ ეს მდგომარეობა პოზიცია სხეულის რამდენად მე მოქმედებს იგივე მე მენჯის ჩამოყალიბებაზე და ამ თინეიჯერულ ასაკის გოგონებს მოუწოდებ რომ უფრო მეტად რა თქმა უნდა სპორტის აუცილებელი არის ყვება აუცილებელი არის მე მინდა გითხრათ რომ არ იყვებებიან კარგად იმიტომ რომ ანუ ყვებაც ერთ-ერთი ფაქტორი დავამატეთ კიდევ ყვება ხო ძირითადად არიან რომ უნდა იყვნენ გამხდრები ძალიან ესეთი მაგალითად წარმოადგენს ეს მოდელები აი ამ მისაბად ქალებს ჩვენთვისაც ალბათ მისაბაცები არიან მაგრამ აი ეს ამ ასაკში ზუსტად რომ ის მიიღო ცილების დეფიციტი, ნახშირწყლების დეფიციტი, რომელიც ყველანაირ ეტაპზე გარკვეულწილად მოლეკულურ დონეზე აუცილებელი არის აი ამ ორგანიზმისთვის, ვერ ვებულობენ და აი ხდება ეს დარღვევები. აი მე ხა გამახსენდა ქალბატონ ლიკა, როდესაც ვიყავი 12 წლის და რატომღაც გადავწყვიტე რომ დავდგარიყავი მარხვაზე და ჩემი დედა ჩემის მხრიდან წამოსული ძალიან დიდი წინააღმდეგობა. რომ აი არა და არ შეიძლება ამ დროს მარხვა გოგონასთვის. აი რამდენად ავიხსნით უფრო საფუძვლიანად როგორც პროფესიონალი, რატომ არ შეიძლება მარხვა ვთქვათ ამ ასაკში თქვენ უკრძალავთ ხოლმე პაციენტებს. მარხვა შესაძლებელი არის, მე ვერ დაუშვი თუ ადამიანს უნდა რომ ვთქვათ წმენაში იყოს მარხვა, მაგრამ არის რომ ვთქვათ ოთხშაბათი და პარასკევი შეიძლება ანუ ზომიერად მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია იგივე მენსტრუალური ციკლის ფუნქციონირებისთვის, შემდგომში ეს ცილები, ცხოველური ცხიმები. ჩვენ ძალიან ერთბაშად ძალიან საინტერესო თემაა და მე ვფიქრობ რომ მე მინდა გითხრათ რომ აი თქვენ ეს ერთ-ერთი ვთქვათ მენსტრუალური ციკლის დარღვევის ერთ-ერთი გამოვლენა არის პოლიკისტოზური საკვერცხეები. აი ხა და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინება ეს საკვერცხეები არის გამოვლინება ნივთიერებათა ცვლის დარღვევით. წარმოგიდგენიათ რა ხდება? ესე იგი ორგანიზმში რომ დააგერვა ნივთიერება დაცვა, მისი შედეგი აი ხშირ შემთხვევაში არის გადაგვარება საკვერცხეების. მეორე ტიპის დიაბეტი ვთქვათ, აი ესეთი დაავადებები, რომელიც არის, ვთქვათ, ინსულინ დამოუკიდებელი დიაბეტი, როდესაც არის, წონაში მატულობენ ქალები და არის ნივთიერებათა ცვლის სერიოზული დარღვევები, მე მინდა გითხრათ, რომ მენსტრუალური ციკლის დარღვეული აქვს. ანუ ეს გარკვეულწილად სულ ერთმანეთში არის გადაჯაჭვული, ვერ გამოყოფ ამას ერთმანეთსგან. ამიტომ არის ძილი ნორმალური საჭირო, ყვება ნორმალური საჭირო, ფიზიკური აღდგა საჭირო. დიახ, აი ამ ასაკში, როდესაც მათ უნდა შეიგნო, რომ აი ცოტა ყველაფერს კარგად გააკეთებენ, მენსტრუალური ციკლიც ნორმალური იქნება და გარკვეულწილად სულ ყველაფერი ერთმანეთთან არის დამოკიდებული. სტრესული ცხოვრება, ეს გარემო პირობები, ოჯახური მდგომარეობა, აი ეს ყველაფერი გავლენას ახდენს და მე მინდა გითხრათ, რომ გარკვეულწილად ანუ საერთო ჯამში მე როგორც მივხვდი, ირღვევა ყველაფერი. ეს ერთმანეთთან არის დამოკიდებული. აი გოგონები მოდიან და მე მაქვს თვით პოლიკისტოზი, მე მქონია შემთხვევა და არის სუქანი და ჭარბთმიანობაც მოსდევს ეს არ გეგონოთ რომ მხოლოდ აი რაღაცა მენსტრუალური ციკლი აქვს მხოლოდ დარღვევა არის მთლიანად ნივთიერებათა ცვლის ზოგადად ორგანიზმის და მაშინ მიმდინარე პროცესების და ეს არის მერე შემდეგ ასახული მენსტრუალური ციკლი. ანუ მე მინდა მივმართო ჩვენს ახალგაზრდა გოგონებს, რომლებიც ეხლა უშიაბიჯეს ასე ვთქვათ ქალობაში და მათ დაეწყოთ ეს ყველაფერი. აი თქვენ კარგად აღნიშნეთ დასაწყისში რომ აი როდესაც ამ პერიოდისთვის არის ჯამთელი ხომ ეს თინეიჯერი ასაკი ჯამთელი დედები არიან მე და ჯამთელი ვთქვათ ჯამთელი თაობას და ჯამთელ თაობას გვაძლევენ.
ამ პერიოდში თავი შევიკავოთ, ყოველს უნდა რასაკვირველი რომ იყოს გამხდარი, ლამაზი, მაგრამ არა უშუალოდ ცოტა თუ არის ჭარბიწონა, თქვათ, დიეტებისგან, უძილობისგან, რადგანაც ეს შემდგომში უკვე აისახება იმაზე, რომ თქვენ ყველაზე მთავარი ფუნქცია რაც არის ქალის გახდეს დედა, ავდეს ჯანმრთელი შვილი და მე შემდგომაც მას ჰქონდეს იმ ჯანმრთელობა, რომ აღზარდოს შვილი კარგად, შესაძლებელია ეს ყველაფერი დაირღვეს თუ კი ამ პერიოდში ჩვენ არ გავუფრთხილდებით საკუთარ ჯანმრთელობას. და ბოლოს მინდა ჩვენ ისეთ თემებზე ვსაუბრობთ, ქალბატონო ლიკა, რომ ვფიქრობ, ეს თემები არის ამოუწურავი, შეიძლება ჩვენი გადაცემა უსასრულო გავიდა და სწორედ ამიტომ ჩვენ დავყოფთ ჩვენს გადაცემებს თემების მიხედვით და მინდა ამაში თქვენს დაგვეხმაროთ, შეგიძლიათ იაქტიუროთ, მოგწეროთ თქვენთვის საინტერესო თემები, ჩვენ აუცილებლად ინტერესებს და ჩვენ შემდგომ გადაცემებს ავაგებთ თქვენ ინტერესებიდან გამომდინარე იმ თემებზე და ბოლოს ამიტომ მინდა დავასრულო უკვე დღევანდელი ჩვენი გადაცემა და მინდა აუცილებლად ვისაუბროთ ჰიგიენის ნორმების დაცვაზე, იმიტომ რომ რამდენადაც ვიცი, ჰიგიენა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ დროს, იმიტომ რომ უკვე იქ ჭრილობა, თქვათ იქ რაღაც აღმავალი ინფექციის საშიშროება შეიძლება იყოს და მოდით ურჩიეთ ექიმმა როგორ მოიქცენ ამ პერიოდში გოგონები, როგორ დაიცვან ჰიგიენის წესები. ჰიგიენა, მთავარი ჰიგიენა ამ ეტაპზე არის, რომ ხშირად მოხდეს საწვავის გამოსვლა, ხშირად მოხდეს აი ეს თქვათ პაკეტის გამოსვლა, იმიტომ რომ სისხლი წარმოადგენს მიკრობებისთვის ყველაზე ძალიან ისეთ კარგად გასამრავლებლად საშუალებას და ამიტომ მთავარი არის სისუფთავე, აი ეს ჰიგიენა. შეიძლება ამ დროს თქვათ უკაცრავად გაწყვეტილებთ, შეიძლება თქვათ ამ დროს გოგონამ არ მიაქციოს თავს ყურადღება, თუნდაც იმიტომ რომ თქვათ არის სკოლაში ვერ მოხდეს დროულად გამოსვლა, მიხედვა თავისებელია და ამ დროს თქვათ უფრო მეტი პრობლემა წარმოდის, იგივე თქვათ სოკო დაემართოს გოგოს ან რაღაცა აღმავალი ან რაღაცა ესეთი. ესეთ რაშია საქმე, რა თქმა უნდა, ხდება ესეთი შემთხვევები. თუ არ მიხედა თავის თავს და თუ არ მოუარა და თუ არ ჰიგიენა თუ არ დაიცვა, რა თქმა უნდა, იქ ბევრი ხორბართულებებიც იქნება, სხვა ინფექციები. ანუ ანთებითი პროცესები მიმდინარეობს შემდგომში. ხო, დიახ, ეს სისხლიანი გამონადენი და ეს თუ არ მოხდა მისი ჩამობანა და თუ არ მოხდა სისუფთავის დაცვა, რა თქმა უნდა, იწვევს ბევრ გართულებებს. დიახ, მე გართულებას იწვევს. დიახ. მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი რომ ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრეთ, იმიტომ რომ დღეს ატომბაც გონიათ, რომ გოგონა როდესაც უკვე შედის ქალობაში და გათხოვდება და აი როცა მოდის უშვილობის პერიოდი, აი რაღაცა მინდა გითხრათ, რომ ეს პრობლემა არის ძალიან დიდი, უშვილობის პრობლემა ძალიან წინ წამოვიდა. დღევანდელ საქართველოში და დღევანდელ ცხოვრებაში მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ყველანაირი ხშირია რომ ეს ფესვები ან ასე ვთქვათ, მიზეზები მიდის. აი სწორედ ეს მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ზუსტად იმიტომ დავიწყეთ ამ თემიდან საუბარი და იმ საჭირო როტოა ეს ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილება, იმიტომ რომ ყველა სირთულეები დიახ მოდის სწორედ, იმიტომ რომ თავის დროზე მას არ ქონდა ყურადღება მიქცეული და შემდეგ როდესაც ის მივა იმას იმ პერიოდამდე, როდესაც გათხოვდება და ვთქვათ შვილოსნობისთვის ემზადება და აი მაშინ მოუნდება ვთქვათ ყველაფრის მოწესრიგება და მე მინდა და რთულია ალბათ მაშინ უკვე ამდენი პრობლემის მოწესრიგება, თუნდაც იგივე მე როგორც ვიცი, ბანალური სოკო, რომელიც ძალიან ბევრ გოგონას აქვს, შესაძლებელია ეს იყოს ვთქვათ იგივე ბავშვების ასაკში, შეიძლება გახდეს ძალიან ბევრი პრობლემის სათავე. ჩვენ მინახია სოკოთი ცერვიჭიტები, კორპეტები, ისეთი სოკოვანი განვითარების, როდესაც სერიოზული დახმარება და მოდით ქალბატონოლია, მე ვფიქრობ, რომ არ მოითმენს ახლა ჩვენი მაყურებელი, რომ შემდგომ გადაცემაში დაერივო და სოკოს ახსნას, აი უკაცრავად გაგვიგრძელდა ცოტა, მაგრამ მოდით სოკოზეც ვისაუბროთ ორი სიტყვით, იმიტომ რომ რამდენადაც ვიცი ეს პრობლემა არის არა მარტო იგივე თინეიჯერებში, უფრო პატარა ასაკშიც, ანუ 6 წლის, 7 წლის, რომ ეს არის გამოწვეული, და როგორ უნდა მიხვდეს დედა, რომ მაშვილს შეიძლება ქონდეს. ისე რა, მარტო სოკოზე ცოტა ისეა ხარხულია ლაპარაკი, იმიტომ რომ ძალიან მოდებული არის, აი თუნდაც ამ თინეიჯერ ასაკში, ვთქვათ მაგალითად, ისეთი დაავადებები როგორც კარდინელეროზი, ტრიქომონიაზი, რაღაც ეს გააჩნია, ვთქვათ პატარა ბავშვებშიც მინახია ესეთი შემთხვევები, როდესაც ეს არ გადადის სქესობრივი ურთიერთობით, ეს ჩვეულებრივ გარემოში ცხოვრობს. კი, შეიძლება სქესობრივი გზირგადაბდები დაავადებებში იგულისხმება ეს, მაგრამ არიან ბავშვები, რომლებიც დედის საწოლში წვევიან, დედის ლუგნიში წვევიან. ხო, აი ამ საკითხიც რა საინტერესოა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის და უფრო შეგვიძლია ფართოდ ვისაუბროთ, მაგრამ
არის რომ აი მაგალითად მოდყავთ 4-5 წლის ბავშვი ან უფრო პატარა ასაკის ბავშვი და აქვს ეს დაავადება. ეს არის 4-5 წლის ბავშვი შეიძლება კონდეს ტრიხომონიაზი ან გარნელეროზი კონდეს ეს იმიტომ რომ ეს არის იმ თეთრეულში სადაც ბავშვი თქვათ მოით მაშინ რჩევები მივცეთ გოგონებს ანუ ისინი აუცილებლად უნდა იწვნեն ხოლმე საკუთარ თეთრეულში ხო რა თქმა უნდა და მათი თეთრეულიც ალბათ საცვლელად უნდა გაირეცხოს საუბრობ სასურველი არის რომ აი დედის და თქვათ ლოგიში ბავშვი არ ჩარდეს და თუ შეწყვება რა თქმა უნდა ძალიან არის შანსი იმისა რომ თქვა რაც თუ დედას აქვს ეს პრობლემები რა თქმა უნდა უნდა მოარიდოს თავისი შვილი იმას რომ ჯერ განიკურნოს და იმიტომ რომ მე მინახე ამ პერიოდის ბავშვები რომელიც ფაქტიურად დატანჯულები არიან ანუ ქავილიც შეიძლება აი რო უჩიოთ ჩვენს ახალგაზრდებს აი როგორ მივხვდნენ რომ თქვა მათ აქვს ეს პრობლემა იგივე სოკოს პრობლემა და მწოდება თუ არა იგივე სოკო რომ აი სწორედ მენსტრუალური ციკლის პერიოდში თუ არის სოკოვანი დაავადება თუ არის სხვა ნებისმიერი დაავადება უფრო მეტად მწვავდება როგორ უნდა მივხვდნენ ტკივილი აქვს საშინელი სუნიანი გამონადენი და საშინელი დისკომფორტი, მოშარდვის დროს წვა, ტკივილი, ხანდახან უფრო სხვა რამეზე მიდის, რომ თქვა მაგალითად უფრო საშარდე გზების პათოლოგიასთან გულისხმობა, მაგრამ უფრო მეტად არის ხოლმე ჩვენი პათოლოგია, რომ დიახ, აი როდესაც არის მოშარდვის დროს აქვს წვა, ტკივილი, აი ამ დროს არიან და საჭიროა და რას ურჩევთ აი ასეთ შემთხვევაში? შეიძლება ბევრ ადამიანს ჰქონდეს ასეთი პრობლემა. როგორ მოიქცნენ? იგივე წვა რას უკავშირდება? სოკო საერთოდ ქალის საშოში ბუდობს არის იქ თანაცხოვრებაში იყოფება იმიტომ რომ საჭიროებს ეს ორგანიზმის მაგრამ ეს არაპათოგენური მიკრობი ანტიბიოტიკების უზომო რაოდენობით მიღების ან სხვა ესეთი თქვა ცხარე-მჟავე საკვები შეიძლება სოკოსთან არის კავშირში შეიძლება გაამწვავოს ეს მდგომარეობა და გარკვეულწილად დისკომფორტი მიანიშნოს ადამიანს ეს არის ხოლმე ესეთი შემთხვევები და ამიტომ ამას ცოტა დაკვირვებით სჭირდება მიდგომა და საჭიროა რომ ზედმეტი თქვა ჩარევები არ გავაკეთოთ აი ეს ზომიერების ფარგლებში დაუშვათ მედიკამენტები. დიახ, მედიკამენტებზე არა, მაგრამ მინდა გკითხოთ აუცილებლად ხომ არ ურჩევდით რაიმე მოვლის საშუალებებს ამ გოგონებს რითი შეიძლება ვთქვათ, ანუ სპეციალური ანტისეპტიური საფნებია თუ როგორ თუ ჩვეულებრივი საფნით შეიძლება მოხდეს ვთქვათ ჰიგიენის დაცვა. ჰიგიენის დაცვა ყოველთვის შესაძლებელია, სისუფთავე არის მთავარი. აი გეკითხებით კონკრეტულად, იგივეს არის ზოგიერთი ექიმი, მაგალითად სარეცხვის საკონსულტაციო ზოგი უშევს ვთქვათ სეიფკარს, ანუ ისეთი ტიპის საფნებს, რომელიც ბაქტერიებს ხოცავს, ზოგი ვთქვათ ჩასაბანი სპეციალური გელები არის. მილიონი რაღაცა საშუალება. აი უფრო რაჯობია ვთქვათ. კი ბატონო, არსებობს ამ დროს რაჯობია უფრო რომელი ვთქვათ ხევადი გელები შეიძლება რომ ვიხმაროთ, აი ეს არის რეკლამების არის ანუ არჩევანი ძალიან ბევრი არჩევანია მე ხარ არ მინდა რომ დავასახელო და რომელიმე მედიკამენტის თქვა რეკლამირება გავაკეთო მაგრამ მილიონი საშუალება არსებობს დღეს იმისათვის რომ აი ეს ნუ ალბათ აფთიაქში ურჩევენ რა თქმა უნდა და ექიმებიც აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს მე ესე ვფიქრობ მედიკამენტი იმიტომ რომ ხანდახან არის რომ უფრო რთულია გამწვავებულია ეს მდგომარეობა ზოგჯერ არის ანუ ჰიგიენის დაცვით შეიძლება თავიდან დავირიდოთ ეს სოკო ეს ჰიგიენის დაცვით რა თქმა უნდა ყველაფერს არიდება შეიძლება თავი კარგით ქალბატონი, გამოვიქრობ ძალიან საინტერესო იყო და მე კიდევ ბევრი შეკითხვა დამრჩა, მაგრამ ჩვენი ფორმატი არ გვაძლევს იმის საშუალებას განუსაზღვრელად ვისაუბროთ. მე ვფიქრობ, რომ იქნება ეს გადაცემა სასარგებლო გოგონებისთვის და უფრო მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ იაქტიურად დასვით თქვენთვის პრობლემატური საკითხები და ჩვენ ვეცდებით ამომწურებად გიპასუხოთ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვაზე. კარგად გრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.